მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე გაგაცნობთ ტოპ 5 მულტივერსის ადამიანობობას. მას ასე დავიწყოთ. ნომერი 1. კოსმიური ადამიანობობა. პიტერ პარკერმა მიიღო Engine Force, რის შედეგადაც თითქმის კოსმიური ძალების მქონე გმირი გახდა. მას შეეძლო რეალობის მასშტაბის საფრთხეებთან ბრძოლა, ფრენა, უზარმაზარი ენერგიის კონტროლი და ისეთი მტრების დამარცხება, რომლებთა წინააღმდეგაც ჩვეულებრივი ადამიანობობა ვერაფერს გახდებოდა. ის მულტივერსის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ადამიანობობად ითვლება. ადამიანობობა. ეს არის მთავარი პიტერ პარკერი, რომლის ისტორიაც დაიწყო რადიოაქტიური ობობის კბენით. ბიძია ბენის სიკვდილის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი ძალები ხალხის დასაცავად გამოეყენებინა. გამოცდილების ინტელექტისა და ნებისყოფის გამო ის მულტივერსის ყველაზე გავლენიანი ადამიანობობაა. ნომერი 3. მაილს მორალესი. მაილსის სამყაროში პიტერ პარკერი მკვდარია, რის გამოც 14 წლის მაილს უწევს, რომ ადამიანობობის როლი მოირგოს. მაილსი ალტერნატიული სამყაროდანაა. ობობის ნაკბანის შემდეგ მიიღო ადამიანობობის ძალები, თუმცა დამატებით შეუძლია უხილავი გახდეს და გამოიყენოს ძლიერი ბიოელექტრული დარტყმა, რასაც ვენომ ბლასტი ეწოდება. დროთა განმავლობაში ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და მნიშვნელოვან ადამიანობობად იქცა. ადამიანობობა 2099. მიგელ ოჰარა მომავალში 2099 წელს ცხოვრობს. გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგად მიიღო ადამიანობობის ძალები. გამოირჩევა დიდი ფიზიკური ძალით, სისწრაფით, ბასრი კლანჭებითა და მოწინავე ტექნოლოგიებით. ის ხშირად იცავს მულტივერსის სტაბილურობას. ნომერი 5 და ბოლო. სპაიდერმენ ნოირი. ნოირი არის 1930-იანი წლების ბნელი სამყაროს პიტერი. ის კრიმინალს უფრო მკაცრი და დეტექტიური მეთოდებით ებრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძლიერი არ არის. მისი გამოცდილება, განბედაობა და საბრძოლო უნარები მულტივერსში ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანობობად აქცევს. დღეს მე ჩავგითვალეთ ეს 5-ეული და შემდეგი ვიდეო მითხარით, რაზე გადავიღო. მადლობა ყურადღებისთვის.